შეუღებელი წვიმების შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეები კაბალი, არეში, ნინოსხევი და შრომის ხევი ატიტდა. წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლები დატბორა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი სოფელ კაბალს, ვერხვის მინდორს, უზუნთალასა და განჯალას მიაყენა. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. სოფელ კაბალში დაიტბორა ლაგოდეხთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და კომერციული ფართებიც. სტიქიის ზონაში ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სხვა უწყებებიც არიან ჩართული. ვითარებას ადგილზე გაეცნო კახეთის გუბერნატორი. 18 წლის წინ იყო ერთხელ და ეხლა არის კიდე მეორე. ყოველ წვიმის დროს ცოტა კი დიდდება, მაგრამ ხიდი იყო ძალიან ლამაზი ხიდი იყო, ისა თუ გჭირდება ნაკვეთებში იქიდან გადავდიოდით და ეხლა ის ხიდი ჩაიხერგა და წაიღო წყალმა და ცოტა დაიწია კიდევაც. სანიაღვრეები არის აუცილებელი, როგორც ქუჩებში არის ტრასების პირა სანიაღვრეები, აქ აუცილებელი შით ჩავა ეს მერე ეს წყალი და აღარ გაიმასკნის. სანიაღვრეები არის აუცილებელი. ძუხელი იყო დიდი წვიმები, ძუხელ საკეთ და ამდენს უფრო მეტი წვიმა მეიმა და ყველა მდინარე არის, გაბლის მდინარე დიდი. იქიდან გალაფოთი გაწყდა. შემოვარდა ეს წყალი იქ მაღლა სოფლებში, ეხლა განჯალაში და იმაში ძალიან ბევრი დაზიანება არის ეზოებში, სავსეა სულ წყლები. ხო ხედავთ სახლები როგორ არის ავსებული, სახლები პირველი სართულები. თან სულ ორ სართულიანი სახლებია და პირველი სართულები სადღაც მუხლებამდე არის წყლები და სულ საწყობები რამეყოლანი წყლებით არის. სტიქიის პირველი ოთახებიდან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კიდევ იმყოფებით შემთხვევის ადგილზე, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი და ასევე მძიმე ტექნიკის მობილიზება მოხდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აღწერა თუ რა მასშტაბის ზიანთან გვექნება საქმე.